ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთზე გამახსენდა. რომ ერთი კარგი ამბავი დაგვრჩა კიდე ჩვენი განათლების ბოლოს, მაგრამ ისეთი მსუყე და საინტერესო თემა ძალიან კარგი სტუმრები უნდა წარმოგიდგინოთ. ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებმაც წლების წინ და დავკონკრეტდები 2008 წელს, ანუ 18 წლის წინ ძალიან დიდი წარმატება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, ესენი არიან ბზიკები. ახალგაზრდა ადამიანები დღეს უკვე შემდგარი არტისტები, მე სათითაოდ გაგაცნობთ კიდევ ერთხელ მათ, გიორგი შეოლაშვილი, მარიამ თათულაშვილი, მარიამ კიკუაშვილი, დღემშვიდობის მოგესალმებით და უპირველეს ყოვლისა განსაკუთრებული მადლობა იმიტომ, რომ ხვალ მიემგზავრებით უკვე ვენაში, დღეს საღამოს როგორც აღმოვაჩინე ბოლო რეპეტიცია გაგდა, რომ მოიცალეთ, მოხვედით ჩვენთან და რაღაცა 10-15 წუთს წაგართმევთ, იმიტომ რომ ისე ვერ გაგიშვებთ, რომ აქედან ეს საბოლოოდ არ მივიღოთ თქვენგან ამომწორავი ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა როგორია განწყობა, იმიტომ რომ განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა განწყობით მიემგზავრებით ვენაში? მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. საკაი ქალაქში მიდიან ჩვენი განწყობა გვაქვს ამაღელვებელი. ძალიან ბედნიერები ვართ, გვიხარია ეს ყველაფერი, რომ რაღაცნაირად ჩვენი ბავშვობის პატარა ოცნება რეალობად იქცა და იყო ეს რა თქმა უნდა, იყო 2008 წლიდან იყო ეს ჩვენი ბავშვობის ოცნება და გვიხარია, რომ გვაქვს შანსი, რომ ამხელა მასშტაბის კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა და წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად. თქვენ ნასმერი არ გიმღერიათ, ხო, ეს ერთად ბაც დამთავრდა ბზიკები, შემდგომ ესე ვთქვათ, ეს ჯგუფად არ ჩამოყალიბდით, რომლებიც აი ესე დადიხართ, იზრდებით ერთად და მღერით ერთად. ანუ ეს წარმატება მიაღწიეთ და ამის შემდეგ იყო მხოლოდ ჩურჩული, რომ ნეტა დიდების ევროვიზიაზეც ხო არ მოგვიწევს გასვლაო? არა, რა თქმა უნდა, გავაგრძელეთ მუშაობა, ჩაიწერა ძალიან ბევრი სიმღერა, გადავიღეთ კლიპები, გქონდა ძალიან ბევრი კონცერტები. როცა პატარები იყავით. პატარები როცა ვიყავით, მაგრამ რაღაც პერიოდზე მოხდა დაპაუზდით. თუმცა, უკვე ხალხის დასაზოგადოებრივი მოუწყებლის დახმარებით უკვე ჩვენი ჯგუფი კიდევ ერთხელ თავიდან შეიკრა და რაღაცე მოხდა. რა ემოცია იყო ეს, აი, როდესაც პირველი შემოთავაზება მიიღეთ? მარიამ. ისიც როგორი იყო აქ, როდესაც ჩატარდა 2025-ში ჩვენ საქართველოს მოდესაც უმასპინძლა საბავშვო ევროვიზიას. ჩვენ როგორც პირველი გამარჯვებული ჯგუფი მოგვიწვიეს ისევ ახალი სიმღერა შეგვიდგინა გიგა კუხიანიძემ დაგვიწერა We Don't Sleep, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა მაყურებლის წინაშე და ის სიყვარული, რომელიც ხალხს გაუჩნდა, რომ ჩვენ უკვე ევროვიზია 2026-ზე წავს ვიყავით, ამან განაპირობა და რა თქმა უნდა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს ჩვენი ოცნება რეალობა დახდინა და ჩვენ მივდივართ ევროვიზია 2026-ში 12 მაისს, ისევ მე-6 ნომრად, საბავშვოზეც ასევე მე-6 ნომრად ვიყავით და მოხდა ისე, რომ წელსაც მე-6 ნომრად წარვადგენთ ჩვენს სიმღერას, ახალ სიმღერას On Replay. ისიც ავტორი გიგა კუხიანიძე. გიგა კუხიანიძე ჩვენი ყველა სიმღერის ავტორი. ინჭიერი, ყოჩაღი გიგა კუხიანიძე, რომელიც ახერხებს აი ასე წლიდან წლამდე ამდენი ფანტაზია საიდან აქვს ამ ადამიანს, რომ ასეთ ფანტასტიკურ სიმღერებს გნის და გიორგი, On Replay ქვია უკვე სიმღერას, რომელსაც წარადგენთ ევროვიზიის დიდ უზარმაზარ ლამა სცენაზე. როგორ ფიქრობ, იქნება ეს სიმღერა წარმატების მომტანი? ისეთ რა არაერთმა აღნიშნა, რომ ბზიკები ასოცირდება წარმატებასთან. ასე რომ ვიმედოვნოთ, რომ წარმატება იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენი შრომით ის რაც ჩავდეთ ძალის ხმევა, ფიქრობ, რომ აუცილებლად დაფასდება და ის სიყვარული და ის სათქმელი, რაც ჩვენი გულიდან მოდის, აუცილებლად მივა ხალხის გულებამდეც და ჩვენი მესიჯი, რაც არის ამ სიმღერის ის, რომ შევხვდეთ ერთმანეთს, გადავდოთ სოციალური ქსელები დროებით და გაუზიაროთ ეს ყველაფერი ერთმანეთს სიყვარული, სითბო, რაც დღეს ნაკლებობა ამის digital სამყაროში დღეს, ასე რომ ჩვენ ზუსტად ის ჯგუფი ვართ, ვისაც გვინდა ეს და ბავშვობიდან ეს იდეა ფიქსი მოყვება ამ ჯგუფს, რომ ხალხთან ძალიან ახლოს ვართ ყოველთვის, გვინდა რომ გავცეთ ეს სიყვარულის სცენიდან და ყოველთვის ვიღებთ ხოლმე იგივეს სცენის. თქვენ გადადებული გაქვთ ეს ციფრული ცხოვრება და უფრო ხშირად კომუნიკაცია გაქვთ პირად ურთიერთკონტაქტებში თუ მაინც აქ ახართ თქვენი ამ ეტაპზე როგორი გადადებული გიორგი, რა მინდოდა მეკითხა, იცით, რომ თქვენ ძალიან ისეთი ამ ბზიკების შემდგომ მუსიკალური ცხოვრება წაიყვანეთ უფრო სხვა გზით, ხო? იფიქრებდით თუ არა ოდესმე, რომ კვლავ დაბრუნდებოდით სცენაზე, ამ შემთხვევაში ევროვიზიის სცენაზე? მე ვიტყოდი, რომ სხვა გზით არ წამიყვანია იგივე სფეროში, დარჩი ხელოვნებაში, კონსერვატორიაში სწავლობ საფორტეპიანოზე და
ვამბობ, მაგრამ სცენაზე ვდგავარ ბავშვობიდან კონსერვატორიაშიც ყოველკვირა კონცერტები მაქვს. არა, არ მღერი, სცენაზე ვდგავარ. სცენაზე დგომაზე არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ სიმღერაზე. მღერი ვარ, არ გავჩერებულ ვარ. კონსერვატორიაში ჩავაბარე მეორე ფაკულტეტზე, ბაკალავრიატზე, როგორც ჯაზ ვოკალზე და გავაგრძელე ამ ჩემი სასიმღერო კარიერის განვითარება ცოტა სხვა ჟანრში. და შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ დავბრუნდი ჯგუფსიკებთან ერთად სცენაზე. ვიდეო რგოლზეც მინდა რომ შეგეკითხოთ. ვიდეო რგოლი ჩაიწერა პირველი არხის პავილიონებში და ტექნიკურ უნივერსიტეტში. აი ამბები მინდა მომიყვეთ. რა ხდებოდა? როგორ მიმდინარეობდა გადაღებები? რა თქმა უნდა, დამღლელი იყო, თუმცა რაღაცნაირად ეს სასიამოვნო დაღლა იყო, რა იმდენად გვიყვარს ეს ყველაფერი გარშემო, რაც ხდება ზოგადად ევროვიზიის გარშემო. იმდენად ემოციურია ჩვენთვის და ამაღელვებელი, რომ ყველანაირად მაქსიმალური სიამოვნება გვინდოდა რა მიგვიღო. ყველა მაქსიმალურად ჩართული იყო, მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფი. და რაღაცნაირად ერთიანი მუშაობით ყველაფერი კარგად გამოვიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, დამღლელი კიდევ ერთხელ აღნიშნავ, დამღლელი იყო, თუმცა მაინც ყველაფერი იდეალურად გამოვიდა. და დავამატებდი იმას, რომ ძალიან დიდი მადლობა გვინდა მოუხადოთ ზაზა ორაშვილს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ შესანიშნავი ატმოსფეროსთვის, რაც მიმდინარეობდა ვიდეო გადაღების დროს. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, მათგან ბევრი რამე ვისწავლეთ და ამ კლიპს ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა ევროვიზიის მაყურებლისგან. რამე სიჯიმი გაქვთ საქართველოდან? მესიჯი მიგვაქვს ის, რაზეც ვისაუბრეთ, რაც ჩვენი სიმღერიდან გამომდინარეობს, რომ სიყვარული, სითბო, შეხვედრა ერთმანეთთან და ამ ემოციების გაზიარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის გავრცელებული პრობლემა, ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში და ჩვენ ზუსტად ის ჯგუფი ვართ, რომელსაც გვსურს ამ ემოციების გამოხატვა ხალხთან ზუსტად სცენიდან და რის გასაკეთებლადაც მივდივართ ვენაში. სწორედ ეს არის ჩვენი პირველი პრიორიტეტი. დადებითი ემოციებით, დიდი სიყვარულით და მაქსიმალური სითბოს და ენერგიის და მეორეს იმას ვიტყოდი დიდი ბოდიში მიგვაქვს ქართული კულტურა აუცილებლად, რომელიც ჩვენ სიმღერაში აღინიშნება. ზუსტად ჩანართია ერთი მომენტი, სადაც გვაქვს ქართული ფოლკლორი და ვფიქრობ, რომ ეს ქართული ნაწილიც მიგვაქვს, რასაც ყველა მოისმენს. ნახეთ რა შეა საქმე. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება თქვენ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ მიდიხართ ევროვიზიაზე, ეს თქვენთვის პირადად არის ძალიან დიდი სიხარულის სტიმული, მაგრამ ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე, რომ ერთხელ უკვე გამარჯვებული ჯგუფი, რომელიც აქვს ეს ძალიან დიდი ჯილდო მხრებზე მოკიდებული, აი ამ ჯილდოთი თუ ხელში დაკავებული, აი ესე მიდიხართ ამ ევროვიზიაზე და განაცხადი გაქვთ, რომ ჩვენ უკვე აქ ვართ გამარჯვებული. ეს არის ერთი მხრივ ძალიან დიდი ჯილდო, რომელიც მიგაქვთ, მაგრამ მეორე ეს არის ძალიან დიდი ემოციური და ფსიქოლოგიური ფაქტორის მატარებელიც, იმიტომ რომ ერთხელ გამარჯვებული, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმისი, რომ კიდე გინდა ეს მიიღო და ეს იგრძნო არის. აი ის ფონი, რომელიც იქ დაგხვდებათ და რომელიც თქვენ უკვე იცით, ვინ არიან მონაწილეები, ვინ მოდიან, რომელი ქვეყნები, როგორი შემსრულებლები. რამდენად თვლით, რომ აი ამ დიდ კონკურენციაში და აი ამ ფონში, იმიტომ რომ რაოდენობაც უფრო მეტია ქვეყნის, უფრო სხვა ტიპის კონკურსია, მაინც მიხედავთ, რომ ერთი და იგივეა, თქვათ, სახელწოდებით, მაგრამ ის ბავშვის და ეს დიდის, მაგრამ მაინც განსხვავებულია. რამდენად შეიძლება აი ამ ფონში გავარღვიოთ და აი ამ ჩვენი ჯილდოთი კიდევ ესე ვთქვათ, უკან წამოვიღოთ კიდევ უფრო დიდი ჯილდო. და რამდენად მზად ხართ ამისთვის, იმიტომ რომ თქვენ მაინც სხვანაირად შეგხედავენ იქ, იმიტომ რომ ეს აი ამ ჯილდოთი ჩადიხართ. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო სხვა პასუხისმგებლობაა. პასუხისმგებლობა ეს ერთია, ფსიქოლოგიური მზაობაზე მაქვს საუბარი. ყველაფრისთვის მზად ეხლა გადასარევია. უფრო დიდი წნეხია, რა თქმა უნდა, როცა უკვე გამარჯვებული ხარ პასუხისმგებლობაც, რა თქმა უნდა. თქვენ დამოკიდებულება სხვანაირია. ზუსტად. და იმედ გაცრუება არ უნდა გქონდეთ იმათაც და თქვენს, ამიტომ ძალიან მაგრა უნდა ქნათ ეს ყველაფერი, არა? ნამდვილად. რა თქმა უნდა, კი, იცით რა არის? ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი წნეხია, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდი პრივილეგია. იმაზე რომ ვისაუბროთ, გავიმარჯვებთ თუ არა, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა გამარჯვების, იმიტომ რომ ყველას მაქსიმალური აქვს ჩადებული ნომერი, ყველას თავისი ხიბლი აქვს იმ ნომერს, თუმცა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ქვეყანა, ის რაც გავაკეთეთ 2008 წელს, ვფიქრობ და წარმატებით გამოვედით, ზუსტად ეს წარმატება იყოს და ვფიქრობ, რომ მუსიკები უკვე განვითარებულები, უფრო დიდური და უფრო ახალი ვერსიით წარდგებიან დიდების ევროვიზიაზე. მომწონს შემართება. ხან რა არის, ცით ახლა ეს ისეთი კონკურსია, რომელშიდაც პრინციპში გადაწყვეტილებას იღებს მაყურებელი მსმენელი.
დიდი რაოდენობით, ანუ დიდი 50% თუ მეტი არა არის მაინც დამოკიდებული საბოლოო ჯამში იმაზე თუ რამდენი ადამიანს მოუნდება რომ მოქცეს შენ ხმა. აქ ბევრი ფაქტორი მუშაობს. აქ არის რაოდენობა ადამიანებისა, შენი გულშემატკივრის შეიძლება ძალიან მოეწონა, მაგრამ თავისი ქვეყანა ურჩევნია და ის 50 მილიონია ის მისი ქვეყანა და ბუნებრივია რომ ან მისი მონათესავე ქვეყანა, მეზობელი ქვეყანა, მეგობარი, ან რომელსაც იცნობს. ამიტომ აქ აი ეს ყოველთვის ახლა მე მინდა მაყურებელს აქვე აუხსნა რომ გამარჯვება რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ღირსეული იმარჯვებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ არის ასე ხოლმე. აქ ყოველთვის ნუ ჩავთვლით იმას, რომ ჩვენი ჯგუფი, რომელიც ადრე გამოდიოდა და ვერ გავიდნენ თქვა ფინალში, მათ ცუდად იმღერეს ან მსგავსი რამე იყო. არა რა თქმა უნდა. ეს არის კონკურსი, რომელსაც თავისი ძალიან სერიოზული სპეციფიკა გააჩნია და ერთი დიდი ლატარიის ბილეთია კიდე, რომელსაც როცა ამოიღებ, ან ვერ ამოიღებ, ესეც არის. ჩვენ მთავარია ვიცით ჩვენმა მაყურებელმაც და აი ამ ახალგაზრდებმა უდიდესი შრომა ჩაიდო. ეს ევროვიზია მე ვფიქრობ, რომ მაინც არის დიდი ასპარეზი შენი ქვეყნის დაფიქსირებისა. აქ არა ვარ მე, რა თქმა უნდა, თქვენ კი ხართ ორიენტირებულები და ჩვენ ყველას გვინდა რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ჯგუფმა, რომელიც წარდგება, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რამდენად ღირსეულად წარმოვაჩენს ჩვენს ქვეყანას და ეს არის მთავარი ფორუმი, როდესაც მრავალი მილიონი ადამიანი შენს ქვეყანას, შენს კულტურას იცნობს. მე ვფიქრობ, აი ამ ნარატივით უნდა წავიდეთ ყოველთვის ასეთი ტიპის კონკურსებზე, რა თქმა უნდა გამარჯვების იმედით, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი თავის წარმოჩენა კიდევ ერთხელ ასეთ ფორუმებზე. მეთანხმებით ამაში. გეთანხმებით, კი. წინასწარი პროგნოზით რთულია. არა, რა თქმა უნდა. ესე რომ უნდა ყველას უნდა გამარჯვება, მარტო ჩვენ არ ვართ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენს როგორც სხვა კონკურსანტებიც, თუმცა მიზანი ერთი გვაქვს ალბათ ყველას, რომ რაღაცნაირად მივახციოთ უდიდეს წარმატებას, ვასახელოთ ჩვენი საკუთარი ჯგუფი, ჩვენი ქვეყანა და ყველაფერი რაღაცნაირად ხალხისგან ძალიან ბევრი დადებითი კომენტარები მოდის ამასთან დაკავშირებით, აქვს ჩვენი იმედი და ჩვენ ამისთვის მართლა შევეცდებით ყველანაირად რომ ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს თქვენ ძალიან და ზოგადად მიხარია. საკუთარი ეს შინაგანი მე ვაჩვენოთ ჩვენს გულშემატკივრებს და მაყურებელს, რომ კიდევ უფრო მეტად რაღაცნაირად შევაყვაროთ საკუთარი თავი და შევიყვაროთ ჩვენ ისინი. ისე კარგად იცნობ თქვენ კონკურსანტებს, იმიტომ რომ 35 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს წელს მონაწილეობას, ხო ასეა? საკმაოდ გავეცანით ყველა შემოქმედებას და დაწუნდა რომ ყველა საუკეთესოები მაინც თქვენ მე არ გავწნობია ჯერ და შეგხვდებათ ეს ლატარიის ბილეთი და ჩვენ რას გვირჩევთ გულშემატკივრებს, რომლებიც პირობას გაძლევთ, რომ ხვალიდან განსაკუთრებული ყურადღებით დავაკვირდებით თქვენ თვითონ ნაბიჯს. უნდა შევიდეთ და მიცეთ ხმა როცა იქნება, ხო? ეს ინფორმაცია ალბათ დაიდება დაახლოებით ერთი კვირის რამოდენიმე დღეში გვეცოდინება დღის განმავლობაში. ჩვენს გულშემატკივარს იმას ვეტყვით, რომ დაგველოდონ 12 მაისს 6-ნურად წარსდგებით, წარვადგენთ საქართველოს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ღირსეულად შევძლოთ და ისე მოუტანოთ დიდი წარმატება ჩვენს ქვეყანას. ძალიან გველოცნია, ძალიან გვიხარია. ძალიან გვიხარია ჩვენ რა თქმა უნდა, რომ დაბრუნდებით ისევ ამ სტუდიაში შევხვდებით ერთმანეთს. და კიდევ ერთხელ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით, რამდენად საინტერესო იყო თქვენი იქ ყოფნა და რამდენად მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ ყველა შეხვედრა სცენის მიღმა რაც იქ გექნებათ, ესეც იქნება ძალიან დიდი სკოლა და გამოცდილება ყოველი თქვენგანისთვის. მე მინდა მაყურებელთან ერთად გზა დავულოცო ამ ახალგაზრდებს და უგულშემატკივროთ აუცილებლად 12 მაისს დაიწყება ეს კონკურსი. ჩვენ ყოველთვის ვართ ჩართული ამაში, პირველი არხის მაყურებელი განსაკუთრებით, ეს ყველაზე ესეთი დიდი დღესასწაულია ხოლმე ჩვენს არხზე. ამიტომ უყურეთ პირველ არხს 12 მაისამდე უყურეთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემები და საინტერესო სტუმრები ხვალაც იქნებიან ზეგაც ჩვენს გადაცემაში. დღეს ამით ჩვენ დავასრულებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას, დაგიტოვებთ ამ არაჩვეულებრივი ახალგაზრდების მუსიკალურ კლიპს, რომელსაც დიდი წარმატება აქვს უკვე და დიდი მოწონება საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ დაგემშვიდობებით, ჩვენი კოლეგები ხვალ იმუშავებენ თქვენთან ერთად, ჩვენ ზედ შევხვდებით ისევე. ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. ნახვამდის.